მეცხრე ლექციის მესამე ნაწილში განვიხილოთ შემდეგი ამოცანა. რაში მდგომარეობს ამოცანა? გვეკითხებიან, დავუშვათ, ვყიდულობთ მარცვლეულს, ეს არის იმ ქარხნის მიერ გამოშვებულ პროდუქციას, რომელზეც იყო ლაპარაკი ლექციაში. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეს ქარხანამ გამოუშვა მარცვლეული და გაყიდვების სახალისების მიზნით თითოეულ ყუთში ადოს 3% სურათი, ტაიგერის 20%-ში სურათები 20%-ის რაოდენობაში, 20%-ში ადო ტაიგერის სურათი, 30-ში ლენსის და კიდევ 50 სხვა სპორტსმენის. ჩვენ გვაინტერესებს ამ შემთხვევაში 5-5 და გვაინტერესებს 5-5-დან რამდენჯერ ამოვა ტაიგერის სურათი. თუ მოცემულია, რომ 20% არის, ცნობილი ამ წარმატების ალბათობა არის ტაიგერის სურათის ამოსვლის ალბათობა არის 0.2, ეს თავიდან ცნობილი არის. და გვეკითხებიან, ესე იგი, უნდა აღწეროთ მოდელი შემთხვევითი რიცხვების საშუალებით. ესე იგი, დავუშვათ, რომ ესე იგი, გავათამაშოთ შემთხვევითი რიცხვები. ჩავატაროთ შემთხვევითი რიცხვების საშუალებით 30-ს. შემდეგი შეკითხვა არის, რომ ესე იგი, ამ 30-ზე დაყრდნობით შემთხვევითი რიცხვებით. ნახოთ ალბათობა იმისა, რომ 5-ში, ესე იგი, 30-ის თვიდან რა არის ალბათობა იმისა, რომ არც ერთხელ არ ამოვა ტაიგერის სურათი, ამოვა ერთხელ ტაიგერის სურათი 2-ჯერ, 3-ჯერ, 4-ჯერ და 5-ჯერ. შემდეგ უნდა გამოთვალოთ, ესე იგი, ალბათური მოდელით, ეს ალბათობები, კიდევ შეგახსენებთ, რომ ეს არის ბინომიალური განაწილება, გვაქვს აქ წარმატების ალბათობა არის 0.2, ტაიგერის სურათის ამოსვლის ალბათობა იგივე. და მარცხი არის 1-0.2, 0.8. მარცხად იგულისხმება, რომ არ ამოვიდა ტაიგერის სურათი. ესე იგი, ამ D-ში, გვეკითხებიან, ესე იგი, ამ ბინომიალური ალბათობების გამოთვლას და შემდეგ უნდა შევადაროთ ჩვენ მიერ შეფასებული მოდელში ალბათობები, მოდელის საშუალებით, ჩვენ გათამაშების შემთხვევით რიცხვების შედეგად შეფასებული ალბათობები და შევაფასოთ ბინომიალური განაწილებით, ბინომიალური ფორმულით გამოთვლილ ალბათობებს. ეხლა ვნახოთ, მე ბევრჯერ მოხდეს გაკეთებული. ეხლა ვნახოთ თავიდან, ესე იგი, მოცემულია, რომ ესე იგი, 0-დან შემთხვევით რიცხვებს, რო ვათამაშებთ ციფრებს, 0 და 1 თუ ამოვა, ეს არის, რომ გვაქვს ტაიგერის სურათი. სურათ დავწეროთ. ესე იგი, 0 და 1 თუ ამოგვიდა, გვაქვს ტაიგერის სურათი. ვყიდულობთ 5 ყუთს და ვათამაშებთ ამას წავშლით. ხუთის და გვაქვს. 5-ის და არის. ესე 5-ჯერ ვყიდულობთ, თითოეულ თაში ვყიდულობთ 5 პაკეტს რა. ეხლა დავიწყოთ გათამაშება, ეს არის, ვათამაშებთ რენდომ, ჩხილი გვარჩელი გაიხსნა, დაიხურა, ნაგამოვიცინეთ 9. ეს გვაძლევს გენერირების საშუალებას, შემთხვევითი რიცხვების გენერირების საშუალებას. ესე იგი, დავაჭერთ F9-ს, გვაქვს 5-იანი, მერე 2-იანი, ესე იცვლება შემთხვევითი 0-დან 9-მდე შემთხვევითი ციფრები. ეხლა ჩვენ გვაინტერესებს, ესე იგი, ყიდვის იმის მაგერად, რომ ესე იგი, ვიყიდოთ რეალურად მაღაზიაში ეს ყუთები, მარცვლეულის პაკეტები. ამისათვის მეორე გზა არის გავათამაშოთ ეს შემთხვევითი ციფრების საშუალებით. ცხადია, რომ ესე იგი, ყიდვა არის დაკავშირებული ხარჯებთან, შემთხვევითი რიცხვები, შემთხვევითი ციფრების გათამაშებით კი ხარჯი არ გვაქვს. მოდელირება შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ეს სურათი. დავიწყეთ მაშინ ყიდვა, ესე იგი, ვიყიდეთ პირველი პაკეტი, ვაჭერთ F9-ს, ამოვიდა 2-იანი, ესე იგი, ტაიგერის სურათი არა გვაქვს ამ შემთხვევაში. ტაიგერის სურათი არ აღმოჩნდა. არა.
შემდეგ ვიყიდეთ სამიანი ამოვიდა, ესე იგი ის თაიგერის სურათი ისევ არ არის. 6-იანი თაიგერის სურათი არ არის. 4-იანი ამოვიდა, ესე იგი თაიგერის სურათი ისევ არ არის. და 0-იანი ამოვიდა, ანუ თაიგერის სურათი არის. ეხლა შემდეგი ეს პირველ თაში აღმოჩნდა, რომ ესე იგი 5 ნაყიდი პაკეტიდან 4-ში იყო თაიგერის სურათი, ხოლო მეხუთეში არ იყო. ეხლა ვნახოთ მეორე თაზე. ამოვიდა 1-იანი, ესე იგი შეხვდა თაიგერის სურათი. შემდეგ ყიდვაზე ისევ შეხვდა თაიგერის სურათი. არ შეხვდა თაიგერის სურათი. შეხვდა. ისევ შეხვდა. ეხლა მეოთხე ცდა, მესამე ცდა. არ შეხვდა. 2-იანი ამოვიდა, ესე იგი არ შეხვდა. 4-იანი არ შეხვდა. გასრავად. გადმოხდა აქა. ესე იგი 8-იანი არ შეხვდა. და 3-იანი არ შეხვდა. ეხლა მეოთხე თაზე 8-იანი ამოვიდა, არ შეხვდა. 3-იანზე არა. ესე იგი 0-იანზე დიახ. თაიგერის სურათი. 2-იანზე არა. 3-იანზე არა. ანუ ასეთი სტატია უნდა ჩავატაროთ 30-ში, რა გვაქვს 15 მე კიდე, ესე იგი 30 და ამ შემთხვევაში გვაქვს მარტო 4 სτα ჩატარებული. ეხლა ვნახოთ, მეც ეხლა არ გავაგზავნებთ აქ, თქვენთან შეგიძლიათ ეს ამოცანა გააკეთოთ. ესე იგი რამდენი გვაქვს პირველ სტაში თაიგერის სურათი? თაიგერის სურათი პირველ სტაში გვაქვს ერთხელ, ამიტომ დავწერთ აქ 1-იანს. მეორე სტაში თაიგერის სურათი 1, 2, 3, 4. 4 თაიგერის სურათი ამოვიდა. გვერდზე მივიწერ 4-იანს. ეხლა მესამე სტაში თაიგერის სურათი რამდენი არის? არც 1, ანუ 0-იანს დავწერ. და მეოთხე სტაში ერთხელ ყოფილა თაიგერის სურათი. ანუ შესაბამისად 30 სტაში ამოვწერ 1-იანებს, 0-იანებს, 4-იანებს, ამის მიხედვით თუ რამდენჯერ მაქვს. მე მაინტერესებს ვთქვათ, ესე იგი ცდების რაოდენობა, სადაც თაიგერის სურათი არ შეხვედრია. ასე ცდები, სადაც 0-იანი იქნება, რამდენი 0-იც მექნება, შევკრიბავ და მივუწერ ქვევით. ანუ ჩემი გათამაშების დროს მივიღე მე 11 ასეთი, სადაც 11 სტაში საერთოდ არ ყოფილა 0-იანი. შემდეგ მაინტერესებს 1-იანი რამდენ სტაში იყო. აი ეს მაქვს 1-იანი, აქაც 1-იანი. ნუ რო გამიგზელებინა, ნახავდი კიდე 30-დან რამდენში იქნებოდა. ჩემი გათამაშების შედეგად მივიღე რომ 1-იანი მქონდა 11 ჩემ სტაში. მე 2-იანი აღმოჩნდა აქ არ არის, მაგრამ 30 სტაში 7 ყოფილა, სადაც 2-იანი იყო. 3-იანი აღმოჩნდა ერთხელ მარტო. ნუ ჩემთან აქ 4-იანი არის, მაგრამ ჩემი გათამაშების დროს არ აღმოჩნდა. აი ეგეთ არის კიდევ მეორე გათამაშების რეზულტატები. ეს ზედმეტია, განსხვავდება ეს რეზულტატები ყოველ გათამაშების დროს. და მოკლედ ეს არის, ესე იგი ერთ-ერთი გათამაშების 4-იანი საერთოდ მქონია, 5-იანი საერთოდ მქონია. ამიტომ ალბათობა როგორ უნდა გამოთვალო, ესე იგი ალბათობა იმისა, რომ 30 სტაში ერთხელაც არ იქნება, თქვა ალბათობა, ესე იგი რა არის შანსი, რომ თქვა არ იყოს თაიგერის სურათი. ერთხელაც ეს იქნება 11 შემთხვევა მქონდა ასეთი, 11 30-ი, აქ არის 11 30-ი, 11 გაყოფილი 30-ი. შესაბამისად მივიღე 0.36. ეხლა რა არის ალბათობა, რომ ესე 5 ნაყიდიდან, ესე 30-დან, როდესაც 5 ერთეულს ვიყიდი, ერთხელ ამოვა თაიგერის სურათი. ეს არის 11, ანუ ეს ალბათობა იქნება 11 30-ი. შესაბამისად 2-იანის იქნება 7 30-ი, აქ იქნება 1 30-ი. ესე იგი ეს არის მოდელის შედეგად, მოდელის საშუალებით გამოთვლილი ალბათობები. ხოლო აქეთ არის ბინომიალური განაწილების გამოთვლილი ალბათობები. ესე იგი ეს არის ბინომიალური განაწილება. ესე იგი სტატა რიცხვი არის 5 და 5
როდესაც არ გქონდა არც ერთხელ წარმატება. წარმატების ალბათობა არის 0.2. ეს ამასაც გამოჩვილი არის ეს ციფრი. ალბათობა იმისა, რომ ზოგადად 5-ში, 5 ნაყიდში, ესე იგი არც ერთხელ არ შემთხვევა, ესე იგი 5 კიდევ შემთხვევაში ეს თები განსხვავდება თების განსხვავებული შინაარსი აქვს, ესე იგი 5 ნაყიდ პაკეტში ალბათობა იმისა, რომ არც ერთხელ არ შემთხვევა თაიგერის სურათი არის ბინომიალური განაწილების 0.32. ეს ჩვენ მითითეთ ფორმულა გავიარეთ მესამე ლექციაში. აქ არის ესე იგი 5 ნაყიდში, 5 ნაყიდ პაკეტში, რომ ერთხელ შემთხვევა თაიგერის სურათი არის გამოთვლილი, აქ რო ორჯერ შემთხვევა და ასე შემდეგ. ჩვენ ესე ვხედავთ, რომ ეს ძალიან ახლოს არის პრინციპში ეს მოდელით შეფასებული ეს ალბათობები ბინომიალური განაწილების გამოთვლილ ალბათობებთან. ამით მეცხრე ლექცია დამთავრდა, ესე იგი ჩვენ შევეცადეთ, რომ ესე იგი მეცხრე ლექციაში მესამე ნაწილში გაგვეთამაშებინა, წარმოგვედგინა რეალურად როგორ ხდება, ესე იგი ამ მოდელის საშუალებით ალბათობების შეფასება და შევადარეთ შემდეგ შეფასებები ალბათობების ბინომიალური განაწილების ფორმულით გამოთვლილ ალბათობებს. მადლობთ ყურადღებისთვის.